30 ივლისიდან მსოფლიო უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისის მოწმე გახდა. ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოს სანაპირო ზოლზე მდებარე ესპანეთის ექსკლავში, ავტონომიურ ქალაქ სეუტაში 24 საათში 50,000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეიჭრა. მოდით ერთად გავიგოთ, თუ როგორ მოხდა საზღვრის მასობრივი გარღვევა, რა სიტუაციაა დღეს და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია. სეუტა პატარა ნახევარკუნძულია, რომლის ფართობიც სულ რაღაც 19 კვადრატულ კილომეტრამდეა და აქ დაახლოებით 84,000 ადამიანი ცხოვრობს. მელილიასთან ერთად ის წარმოადგენს ევროკავშირის სახმელეთო კარიბჭეს აფრიკის კონტინენტზე. სწორედ ეს გეოგრაფიული უნიკალურობა მაგნიტივით იზიდავს ევროპაში მოხვედრის მსურველებს. ტერიტორიას 8 კილომეტრის სიგრძის მკაცრად დაცული მავთუხლართებიანი ორმაგი სასაზღვრო ღობე იცავს, თუმცა მისი ზღვაში შეჭრილი ზოლი საზღვრის ყველაზე დაუცველი წერტილია. კრიზისმა პიკს 31 ივლისს მიაღწია. მიგრანტების უმეტესობას ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენდნენ მაროკოდან, ვინაიდან სახმელეთო საზღვარი მკაცრად კონტროლდება, 10,000-ობით ადამიანმა საზღვაო ჯებირებს შემოუარა. ზოგი ცურვით, ზოგიც კი ფეხით, სანაპირო ზოლის გავლით გადავიდა ესპანეთის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრიზისი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ზღვით შემოსული მიგრანტების დეპორტაციის წესებში ცვლილება შეიტანა, რაც ტრაფიკერებმა სათავისოდ გამოიყენეს და სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს საზღვრის წყლით გადაკვეთა ევროპაში ლეგალურად დარჩენის გარანტიას იძლეოდა. ამ ცრუიმედმა და მაროკოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა 1000-ობით ადამიანი საზღვრისკენ დაძრა. სიტუაცია კი საბოლოოდ მაშინ გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც ესპანეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მაროკოს სასაზღვრო ძალებმა კონტროლი დროებით შეასუსტეს და უზარმაზარ მასას სეუტის სანაპიროებისკენ გზა ფაქტობრივად გაუხსნეს. 2 აგვისტოს მონაცემებით ამ მასობრივმა და უმართალმა ტალღამ დადასტურებულად 67 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. უმეტესობა ზღვაში დაიხრჩო ან სასაზღვრო ღობესთან წარმოქმნილ ჭყლეტას ემსხვერპლა. ესპანეთის მთავრობამ ქალაქში არმია, ეროვნული პოლიცია და სამოქალაქო გვარდიის ქვედანაყოფები შეიყვანა. სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა. სეუტაში შესული 50,000 მიგრანტიდან 48,000-ზე მეტი უკვე უკან მაროკოში დააბრუნეს. მაროკოს მხარემ კი საზღვართან დამატებითი ძალები განალაგა ახალი ნაკადების შესაჩერებლად. კრიზის უკვე საერთაშორისო რეაქციებიც მოჰყვა. მაგალითად, იტალიამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმება ერთი თვით შეაჩერა. შესაბამისად, ესპანეთიდან იტალიაში ჩამსვლელ პირებს პასპორტ კონტროლის გავლა მოუწევთ. იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, ესპანეთმა სეუტასა და მაროკოს საზღვაო საზღვრის გასწვრივ სასწრაფო წესით უკვე აღმართა 500 მეტრიანი დროებითი ბარიერი. სეუტაში მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგალითად 2024 წელს, როდესაც 2 დღეში საზღვარი 800-მა მიგრანტმა გადაკვეთა, მაგრამ ეს მოვლენები ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო ინციდენტია. რაც შეეხება სეუტას ისტორიულ კუთვნილებას, ქალაქი თავდაპირველად 1415 წელს პორტუგალიელებმა დაიპყრეს მარინიდების სასულთნოსგან, ხოლო 1580 წელს ესპანეთისა და პორტუგალიის სამეფოების დროებითი გაერთიანების შედეგად ის ესპანეთის გვირგვინის ქვეშ მოექცა. 1640 წელს, როდესაც ეს კავშირი დაიშალა, სეუტამ ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენა არჩია. 1956 წელს, როდესაც მაროკომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ესპანეთმა მას ჩრდილოეთ მაროკოში არსებული თავისი პროტექტორატის ზონაც გადასცა. თუმცა ამ ზონაში თავიდანვე არ შედიოდა სეუტა და მელილია, რადგან მას ესპანეთი უკვე მრავალი საუკუნე აკონტროლებდა. მაროკოსთვის გადაცემული ტერიტორიები კი ესპანეთის პროტექტორატი მხოლოდ 1912 წლიდან იყო. მაროკო ამას არ ცნობს და პერიოდულად აკანებს მისი გადაცემის საკითხს, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მუდმივი წყაროა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი მმართველობის გამო, მადრიდი კატეგორიულად უარყოფს მაროკოს ტერიტორიულ პრეტენზიებს და სეუტას ესპანეთის განუყოფელ სრულუფლებიან ნაწილად მიიჩნევს.